ჩემს წინა ვიდეოებს უყურა, ეცოდინება, რაზე გვაქვს ხა საუბარი და განვაგრძობ დღევანდელ თემას, ეს არის ცნობიერება, ემოციის აღქმა და დასახელება. მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანი თავიდანვე ამჩნევს ემოციის არსებობას და აფრთხებს მას სახელს. ემოციას პლუს სახელი ტოლია, რას გრძნობ? ბრას, შიშს თუ სტრესს. ანუ თუ ბრაზი გაქვს, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ შენი საზღვრები სავარაუდოდ დარღვეულია. თუ შიში გაქვს, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცის მნიშვნელობა შენთვის ძალიან დიდია. და თუ სტრესი გაქვს, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცას ზედმეტად და გადაჭარბებულად ცდილობ გააკონტროლო. აი ამ სამი ემოციის გაცნობიერება უკვე ნიშნავს, რომ შენ აკონტროლებ შენს 50%-ზე მეტ ემოციებს. გილოცავ. ამას არ განვიხილავთ საერთოდ, იმიტომ რომ ეს არის პიროვნულ განვითარებაში გასწავლიან ძალიან ბევრი კოუჩები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ასე შემდეგ, რომ იჭედებით. რა საჭიროა უბრალოდ? ამისი კურსში გავლა რა საჭიროა? ეს ისედაც თუ აღმოაჩენ შენ თავში ეს ისედაც გასაგებია რაც გჭირს რა და ეხლა ამ თემის დამუშავა ნეგატიური საკითხი რატომ უნდა დაამუშავო? როცა შეგიძლია ძლიერი საკითხები და შენი ძლიერი მხარე და ემოციების მართვაზე პირდაპირ გადახვიდე და დაიწყო ამაზე მუშაობა და არა ამაზე. არასოდეს ნეგატურიდან არ დაიწყოთ პიროვნული განვითარება. აი დადებითიდან დაიწყეთ. ერთი სიტყვით, პიროვნულ განვითარებაში და ზრდაში თქვენ გჭირდებათ ყოველდღურად თვით დახმარება და თვით კოუჩინგი. პრაქტიკა ყოველდღიური, რომელშიც შედის ინსტრუქცია, ფორმულა და ფსიქოტექნიკები. აი ამ თვით დახმარებას, თვით კოუჩინგს აბსოლუტურად შენ თვითონ დამოუკიდებლად აკეთებ ყველაფერს. ეხლა დაგიწერ პირველ ვარიანტს, რა როგორ ანერად უნდა გააკეთო. ემოცია არის ბუნებრივი რეაქცია ჩვენს ხოვლისა. ტალღური რეაქციები ჩვენს ხოვლის. თითოეული ემოცია არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიხარული, წყენა, შიში თუ სევდა. თითოეული ემოცია შეიცავს მოძრაობას ან ენერგიას, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კარგი და ცუდი ემოცია არ არსებობს. ყველა ემოცია არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი. ეს კარგი და ცუდი ემოციები მიგვანიშნებენ, რომ ან რაღაცას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ან რაღაცა უნდა შევცვალოთ სიტუაციურად. ეს არის ჩვენი ტვინი და ვიყენებთ ლოგიკისთვის, ცოდნისთვის, უნარებისთვის. ხოლო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ემოციას უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მეორე რიგში მნიშვნელოვანია ისე გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი თავი. ასევე ჩვენი გამოხატული ემოციებით არ ვავნოთ სხვებს. მესამე რიგში ჩვენი ემოციები უნდა გამოვიყენოთ საქმეში, კეთების დროს. და მეოთხე რიგში ჩვენი ემოციებით ემპათია. ჩვენ უნდა შევძლოთ წესით სხვისი ემოციების გაგება და თანაგცნობა. იგი ვისაც ემოციურად მაღალი ინტელექტი აქვს, რა უნდა ახასიათებდეს? პირველი, ესეთი ადამიანი აცნობიერებს, რას გრძნობს კონკრეტულ მომენტში. მეორე, ზუსტად შეუძლია დაასახელოს გრძნობა, მაგალითად შიში, სევდა, გაბრაზება. უბრალოდ კი არ ამბობს, აი მე ცუდად ვარ, ან მოწყენილი ვარ, ან მსგავსი რაღაცები. არა, პირდაპირ სახელს არქმევს თავის ემოციებს და გრძნობებს. მესამე, ესეთი ადამიანი ხვდება, რის გამო გაჩნდა ეს ემოცია. მეოთხე, აღიარებს გრძნობას, არ ცდილობს, რომ დავშოთ ან დამალოს, ან ჩაახშოს, ან უარყოს. აი მსგავსი არაფერი პირდაპირ აღიარებს და ღებულობს ამ შეგრძნებას. მეხუთე, ხედავს ემოციაში თვითონ ინფორმაციას. ანუ ესეთი ადამიანი ფიქრობს, ხო, აი მე მაქვს ინფორმაცია უკვე, დავარქვი სახელი, რასაც ვქნოდი და ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. აი პირდაპირ შემეცნებას იწყებს, ინფორმაციის შეცნობას იწყებს ამით. მეექვსე, აკონტროლებს თავის რეაქციას. არ ფეთქდება, არ ღიზიანდება, პირდაპირ თავისი თავი აყავს კონტროლზე. და მეშვიდე, იყენებს ემოციას თვითგანვითარებისთვის და სწავლისთვის. აი ზუსტად ეს 7 პუნქტი ახასიათებს ემოციურად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს. ამ 7 პუნქტიდან შენ რომელი გახასიათებს?